ამერიკის 47 პრეზიდენტმა თვალი ამჯერად სავაჭრო სექტორს დაადგა და იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა. სავაჭრო ტარიფების შესახებ განკარგულება უკვე ხელმოწერილია და ყველა იმ მანქანას ეხება, რომელიც ამერიკაში არ არის გამოშვებული. გადაწყვეტილებას, რომელიც ზუსტად 6 დღეში ამოქმედდება, ტრამპი ავტოინდუსტრიის ზრდისა და ინვესტიციების ხელშეწყობით ხსნის. იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს აკეთებენ და ჩვენ სამუშაო ადგილს იკავებენ, გადასახადს დავაკისრებთ. 25%-იანი ტარიფი დაწესდება ყველა იმ ავტომობილზე, რომელიც ამერიკაში არ არის წარმოებული. თუ ავტომობილს შეერთებულ შტატებში აწარმოებთ, ტარიფი არ იქნება. ხოლო თუ ავტომობილის ნაწილები ამერიკაშია დამზადებული და სხვა ქვეყანაშია აწყობილი, ასეთ შემთხვევაში მისი ნაწილები არ დაიბეგრება. ახალი ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება. ოტავაში ტრამპის ეს ნაბიჯი თავდასხმად აღიქვეს და საპასუხო ტარიფების დაწესება არ გამორიცხეს. კანადის პრემიერის მტკიცებით ეს გადაწყვეტილება ამერიკა-კანადა-მექსიკას შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენს ავტოინდუსტრიაზე ტარიფების დაწესება პირდაპირ თავდასხმაა, რასაც კანადა მალე უპასუხებს. ჩვენ დავიცავთ ჩვენ კომპანიებს, ჩვენ ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად. უკვე შევქმნით მექანიზმები, რათა საჭიროების შემთხვევაში საპასუხო საბაჟო გადასახადი დავაწესოთ. გლობალური ვაჭრობის წესების ცვლილება იაპონიაზე უკვე აისახა. ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ტოიოტას, ნისანისა და ჰონდას აქციები დაეცა. შესაბამისად, ქვეყანას, რომელიც ავტოინდუსტრიის რამდენიმე გლობალური ლიდერის სამშობლო და მსოფლიოში რიგით მეორე ავტოექსპორტიორია, ამერიკული ტარიფების sapasუხოდ ყველა ვარიანტი უკვე მაგიდაზე აქვს. იაპონიამ შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები გააკეთა. ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ვართ. ფაქტობრივად პირველები ვართ. სწორია, რომ ყველა ქვეყანას ერთნაირად ეპყრობიან. ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ამერიკის ეკონომიკის გასაძლიერებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ ევროპაც აღაშფოთა, თუმცა ბრიუსელი მზადაა ტარიფების ომი დიალოგის გზით და საკუთარი ინტერესების დაცვით დაასრულოს. ტარიფები არის გადასახადი, რომელიც აზიანებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. ევროკავშირი გააგრძელებს მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების ძიებას, რის პარალელურადაც საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებს დაიცავს. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ამერიკისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენების მიზნით კანადასთან ითანამშრომლებს, დონალდ ტრამპი მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო მასშტაბურ ტარიფებს დააწესებს. ავტომობილების რეალიზაციის ნახევარი ამერიკაში იმპორტზე მოდის. 2024 წელს იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა 8 მილიონს, ჯამურმა ღირებულებამ კი $240 მილიარდ მიაღწია. შტატებისთვის მთავარი მიმწოდებლები მექსიკა, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და გერმანია არიან.